მშვიდობის მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 27 აპრილია, ორშაბათი, ახალი სამუშაო კვირა, ყოველს გისურვებთ წარმატებულ დღეს, ნაყოფიერ კვირას და მადლობა რომ გუყურებთ და გვისმენთ. ყოველს მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ, რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 27 აპრილს წმინდა მართლმადიდებლის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მარტინე აღმსარებელს, რომის პაპს, წმინდა მოწამეებს, ანტონს, იოანეს და ევსტათი ლიტველებს, წმინდა მოწამე არდალიონს, 1000 სპარს მოწამეს და წმინდა აზატი საჭურისს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გელოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელი წმინდანების სცენებას. ახლა კი წარმოგიდგენთ გადაცემის ანონს, სტუმრების ვინაობას, იმისთვის რომ უფრო მობილიზებული იყოთ და დარჩით ჩვენთან ერთად. ქრისტეს გამოცხადება მოციქულებთან აღდგომის შემდეგ, სწორედ ამ დგომის შემდგომ პერიოდში იმყოფებით. ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნეკოპიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება ეთნომუსიკოლოგი ქალბატონი მაკა ხარძიანი. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება. თუ რა იქნება წელს წარმოდგენილი, უფრო მეტ სტუმრისგან შევიტყობთ. ეროვნულ არქივში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ისტორიულ ფოტოებთან ერთად იხილავს საქართველოს ეკლესიის წყემსთავრის შესამოსვლას და სხვა საინტერესო ექსპონატებს. გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ნახავთ სიუჟეტს. ახლა ერთად ნახოთ ამდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ნეკოპიშვილი. მშვიდობისა, მამա დავით ქრისტიანია. მადლობა სტუმრებს. შმარიტად შეგვეციოს ღმერთი. მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და პირველ რიგში მინდა, თქმა უნდა, მამწუხარება გამოთქვა და მთელს ერს და ძალიან ბევრ ადამიანს, არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს, არამედ ზოგადად მთელს მართლმადიდებელ ეკლესიას
იუსამძიმრო პატრიარქის უდიდესი მოღვაწის, უდიდესი ადამიანის გადასახლება, გადასვლა ზეციურ სამყოფელში. რა თქმა უნდა, თვითონ შეასრულა თავისი მისია და ღირსეული ჯილდოც მიიღო ღვთისაგან, გუშინ წინ იყო 40 და ჯერავს რომ მანამდეც იქნებოდა მისი, ესე ვთქვათ, გვირგვინოსნება, როგორც ხდებოდა ეს არასტანდარტულად, ჩვენ რაც დავინახეთ, რა შედეგებიც მივიღეთ მისგან, ეს გვაძლევს სწორედ ამის თქმის საშუალებას და უნდა გავაგრძელოთ იმ გზაზე სიარული, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა პატრიარქმა და მეც არ ვიქნებოდი ეკლესიაში და საერთოდ არ ვიქნებოდი სასულიერო პირი, რომ არ ყოფილიყო ჩვენი პატრიარქის სიყვარული, სწორედ მის მიერ აკურთხ სასულიერო პირებთან ერთობით, მათი დარიგებებით, აღსრულებული ღვთისმსახურებებით მე თანდათანობით გადავწყვიტე რომ შევრთვოდი ქრისტეს ეკლესიას. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ცოდვილი ვარ, მაგრამ თავარი გზა ვიპოვა, ეს არის ჩემი აღსარება ღვთის წინაშე, ზიარება ქრისტესთან და რა თქმა უნდა, ეს უანგაროდ და დიდი სიყვარულით, თავისი არ მხოლოდ გადაგებებით, არამედ პირადი ცხოვრებით და ქადაგებით დაგვანახა ჩვენმა პატრიარქმა. მაგრამ სანუგეშუ არის ის, რომ თქმა უნდა ის უფალთან არის, იქიდან ილოცებს ჩვენთვის და როგორც ქრისტე ეუბნება მოციქულებს, თქვენ თუ მე გიყვარვართ, უნდა გიხაროდეთ, რომ მე მამასთან მივალ და როდესაც მე წავალ სხვა ნუგეშინის მცემელს მოგივლენ თქვენ და ჯერავს რომ პატრიარქი სულოცვა კურთხევით ჩვენს ეკლესიას ეყოლება სწორედ მისი სიყვარულის და თავმდაბლობის და უანგარობის გამგზელებელი პატრიარქი, რომელთან ერთადაც ასევე გავაგრძელებთ მოზეიმე ეკლესიისკენ მსვლელობას და ეს განშორება დროებითია, ჩვენ წამის სოფელში ვცხოვრობთ. თავარია ქრისტეს გზაზე ვიყოთ, პატრიარქის საულებები და არიგებები შევასრულოთ, მასთან სულიერი ერთობა გქონდეს, ხორცელად ისედაც საკმაოდ რთული იყო, რა თქმა უნდა, მასთან მიახლოება, იმიტომ რომ თვითონ ერთი და ჩვენ მილიონობით ადამიანი და იმ სულიერ ერთობაში უკვე ჩვენ თანდათანობით, რა თქმა უნდა, მივუახლოვდებთ იმას, რისთვისაც დავიბადეთ და შევიქმნით თითოეული ადამიანი, რომ ერთად ვიყოთ და პირველ რიგში უფალთან ვიყოთ. დიდი მადლობა, მამა დავით. ჩვენ ახლა იმყოფებით აღდგომის შემდგომ პერიოდში ვიდრე ამაღლებამდე და აი როცა ჩვენ პატრიარქის გამომულ ცხოვრებას უყურებთ, ძალიან ბევრი ადარებს სწორედ ახლა მოციქულებრივ ღვაწლს, ხო? და თუ შევხედავთ იმ პერიოდს, როცა პატრიარქი მობრძანდა ეკლესიაში, რა დახვდა და რა მემკვიდრეობა დახვდა და ახლა რა დაგვიტოვა, მართლაც ეს არის მოციქულებრივი ღვაწლი, მოციქულებრივი მოსაგრეობა. სწორედ ერთგვარად ჩვენ ამ თემას უნდა შევეხოთ ჩვენ შემდგომ პერიოდისა მაცხოვრის ამაღლებიდან, მაცხოვრის აღდგომიდან, ვიდრე ამაღლებამდე, როცა ის ეცხადება მოციქულებს, ამ პერიოდში ეკლესიაში საქმე მოციქულთა იკითხებოდა, ჩვენ იქ გებულობთ ამ თემებს და სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ. აი თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შევახსენოთ სვენელს ეს რა პერიოდია, რა ხდება და რა შემთხვევაში ხდება ეს გამოცხადებები და რას გვასწავლის ჩვენ, არა უნდა მივიღოთ ამ სწავლებიდან. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ქრისტიანობაში არ არის მხოლოდ ჯვარცმა, არ არის მხოლოდ მოთმინება, არ არის მხოლოდ ის, რომ ერთ ლოყაში გაგარტყამენ შენ მეორე მიუშვირო. აი ამ ყველაფერს მოყვება უდიდესი ზეიმი, უდიდესი სიხარული, უფალი წინ და წინვე ეუბნებოდა მოციქულებს, რომ თქვენ იქნებით მწუხარებაში, თქვენ იქნებით გლოვაში, მაგრამ თქვენი მწუხარება გადაიქცევა სიხარულად, რომელსაც ვერავინ ვერ მიგიღებთ და სწორედ ეს მოხდა ქრისტეს აღდგომის შემდეგ. და რა თქმა უნდა, უპირველესი მიზანი ქრისტეს გამოცხადების მოციქულებთან ის იყო, რომ ისინი რწმენაში აღედგინონ. პირველი, ასე ვთქვათ, სიტყვა, როდესაც იქეთ მარია მაგდალინელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც გამოეცხადა უფალი. საერთოდ ბიბლიაში 4 თავში ეს არ წერია და ზოგადად ახალ აღთქმაში რომ ღვთისმშობელი იყო პირველი გამოცხადების ღირსი და პირველი სწორედ ქრისტე ღვთისმშობელს გამოეცხადა, მაგრამ ლიტურგიკული პრაქტიკა, საეკლესიო საგალობლები, წმინდა გრიგოლ პალამა, იოანე დამასკელი და ასევე ღრმა თეოლოგიური, ასე ვთქვათ, მიმართება ღვთისმშობელთან, რომ მან ყველაზე მეტად განიცადა ბუნებრივია მისი ძის და ღმერთის ქრისტეს ჯვარცმა, პირველი სწორედ მას გამოეცხადებოდა და ამის შემდგომ უკვე ბიბლია დასტურებს მარია მაგდალინელს ეჩვენა პირველად ქრისტე, ისიც იყო რა თქმა უნდა უერთგულესი, გუშინ იყო მენელსაცხებლე დედათა კვირა და სხვათა შორის ისეც უნდა ითქვას, რომ
აი როდესაც ეს გავიარე ჩვენ ხელა მარხვა, თავშეკავება და რაღაც გარკვეული მადლი ამის შედეგად ხო ლოცვა, მარხვა, ღვთისმსახურება, საკუთარი თავის დამდაბლება და რაღაც დონეზე მივიღეთ მადლი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, ვინც მასთან ერთად დავდიოდი და თანა ჯვარს ვეცვით. კვირაცხოვლობა იყო და ყოველთვის ესე ხდება ეკლესიაში, ძალიან სამწუხაროა. შეთხელდა ხალხი, აი ახლობით 60%, 50% და რა ვიცი, რას თორქადეგებთ, რას თარ ვამბობთ, ისე ვცდილობთ, მაგრამ რა ვიცი, ჩვენის გამოა ეს თუ თვითონ ადამიანების გამო ფაქტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან ამ დროს ეკლესიაში, რომლებიც ბოლომდე ერგულებენ ქრისტეს და აი სწორედ მენელსაცხებლე დედები იყვნენ ამის მაგალითი, იგივე იოსებ არიმათიელი, ნიკოდემოსი და აი მარიამ მაგდალინელი, რომ ესე ბოლომდე ახლოს იყო უფალთან და მას არაფერს არ შეეშინდა და ქონდა იმ ჯვრის საიდუმლო, რომ არ არის ჯვარი პრობლემა, პირიქით ჯვრის შემდეგ იწყება ახალი სიცოცხლე, ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, ვისაც განეცხადა ქრისტე იყო მარიამ მაგდალინელი, თან ის ერთ-ერთი პირველი მიდის ქრისტეს საფლავზე, ადრე დილით ცის კრიჟამს, რომ შემურონ უფლის წმინდა სხეული და აი ამ დროს ეცხადება მას უფალი, ის რომ რატომ ეძებთ, ხო? მე სწორედ აქ იყო ესეთი მომენტი, რომ მარიამ მაგდალინელმა გადაწყვიტა მასთან ფიზიკური შეხება, თაყვანისემა უფალმა უთხრა მას, რომ ნუ შემომეხები მე, არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა და ამის შემდგომ უკვე გადადის ქრისტე მოციქულებთან გამოცხადებაზე და ერთ-ერთი პირველი რაც უთხრა ქრისტე მოციქულებს, როგორც ვთქვით, იყო ის, რომ არ ირწმუნეს ბოლომდე მისი აღდგომა, ანუ გარკვეული რაღაც ეს ურწმუნოების და დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ჰქონდათ მოციქულებს ჯერ კიდევ მათი სრულყოფილი რწმენა და აღორძინება ქრისტესთან ერთობაში მოხდა სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს, ხოლო მანამდე ისინი თანდათანობით ჯერ კიდევ იზრდებოდნენ და როგორც სახარებაში წერია, იგივე მარკოზის სახარებაში აყვედრა ურწმუნოება იმათი და გულფიც ხელობაი, რამითო რომელთა იგი იხილეს აღდგომილი მათი არარწმენა. აი ამ კუთხით ქრისტეს მკვდრეთი დაღდგომის შემდეგ მოციქულებთან გამოცხადება უნიკალური არის იოანეს სახარება. იოანეს ჰქონდა ძალიან დიდი ნიჭი, რომ დეტალურად აღეწერა ყოველივე და ნუ პირველი გამოცხადება ხდება უშუალოდ მკვდრეთი დაღდგომის დღეს, უკვე მწუხრის ჟამს, რა ჟამს შემწუხდა დღე იგი ერთშაბათისაიო, როგორც მოგვითხრობს იოანე მახარებელი. ქრისტე ეცხადება მოციქულებს და ძალიან ნიშანდობლივი არის და რა თქმა უნდა ჩვენთვის სანუგეშო 21 საუკუნეში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელთაც ამდენი სნეულება, ამდენი პრობლემა, ამდენი გარდაცვალება, ამდენი ტრაგიკა ჩვენს გარშემო ხდება, ყველაზე მოკლე, ასე ვთქვათ, მიწიერი ცხოვრების ხანა გვაქვს ალბათ ჩვენ, ვიდრე წინა საუკუნეებში მცხოვრებ ადამიანებს და აი ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, სანუგეშო არის ის, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ქრისტე დახშულ კარებში გადის. სწორედ ესეთი სხეული ქონდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მისთვის ეს ძალიან რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ეს იყო სულიერი სხეული, ისეთი სხეული, რომელიც ქონდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, რაც ქონდა იგივე ადამიანს და ევას სოდვით ჩადენამდე და აი ესეთი სხეული გვექნება ყველას, დადგება ამისი ჟამი, არც თუ ისე დიდი დრო არის აქამდე, ძალიან ჩქარამენტის დრო, გააჩნია ჩვენ როგორი მოლოდინი და როგორი რწმენა გვაქვს უფლის სიტყვების, თუ ესეთი დიდი რწმენა გვაქვს უფლის თითოეული სიტყვის და ქმედების, მაშინ ჩვენში ალბათ ეს შეიძლება უკვე მომხდარიც იყოს და არანაირი პრობლემა არ იყოს სხეულებრივ უზლურებებთან და სხვა დაბკოლებებთან მიმართებაში. და როგორც კი უფალი შედის მოციქულებთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოციქულები შეშინებულები იყვნენ, მათთვის ვეღარ გრძელდებოდა ქრისტესთან ერთობა და სულიერი ცხოვრება, ჯვარცმით დამთავრდა მათთვის ყველაფერი, სამწუხაროდ, ნუ ესე იყვნენ მოციქულები, მაგრამ უფალი მიდის მათთან, განამტკიცებს და პირველი სიტყვა, რასაც ეტყვის მათ, იყო შვიდობა თქვენთან. ეს არის ანუგეშოს სიტყვები, ეს არის ქრისტეს სიტყვები და უნდა ვთქვათ ის, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია მშვიდობა მოგვცეს, არის ღმერთი.
და ვიცოდეთ ისიც რომ აი ამ შვიდობა თქვენ და აი ამ ასე ვთქვათ სანატრალ სიტყვებს და ოცნებას წარმატებით გამოიყენებს თავის დროზე, არ ვიცი როდის იქნება ანტიქრისტე, სწორედ აი ამის სახელით, ცრუ მშვიდობის სახელით ის გაერთიანებს თავს მსოფლიოს და შენიღბავს კი, როგორც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში რაჟამს თქვა, რომ მშვიდობაი და კრძალულებაი მაშინ მოვა აპოკალიფსური პერიოდი, მაგრამ ქრისტეს მშვიდობა ეს არის მშვიდობა საკუთარ სინდისთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა უპირველესად ღმერთთან და ნუ გეშინიათ ნუ რაფრის მე თქვენთან ვარ და მშვიდად იყავით. ამის შემდგომ უფალი აი პირველი გამოცხადების დროს შეჰბერავს მოციქულებს და ეთყვის მიიღეთ სულიწმინდა და ესე იგი სულიწმინდის მიღებასთან ერთად მოციქულებს ეძლევათ მადლი, რომ წოდები მიუტევონ სულიერ შვილებს, რადგანაც მოციქულები უნდა გამხდარიყვნენ ეკლესიის მესაჭეები, როგორც უფალმა უთხრა მათ, თქვენ გახდებით ადამიანთა მონადირეები და ბუნებრივია ერთი დღეც რომ ვიცხოვროთ ჩვენ, მაინც სოდვას ჩავიდენთ, სამწუხაროდ ესეთი უძლური არის ჩვენი ბუნება და ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ცოდვათა მოტევების გარეშე. და ცოდების მოტივება არის ეკლესიაში, არის სასულიერო პირებთან, ეს ხელმწიფება ქრისტემ მიანიჭა მოციქულებს, მიფინა რა მათ სულიწმინდა და აი ამის შემდგომ მისცემს მათ, ესე იგი, მის უფლებას რომ განიხილონ, შეეხონ და იმ პირველი გამოცხადების დროს თომა მოციქული არ იმყოფებოდა სხვა დანარჩენ მოციქულებთან ერთად და ბუნებრივია ღმერთს უნდა ყველას გადარჩენა და ვინც ეძებს ჭეშმარიტებას, წმინდა მამები ჩვენ ამას გვეუბნებიან და ალბათ ჩვენც ვართ ამის მომსწრენი რომ დავიწყეთ რა ჭეშმარიტების ება, თავად ჭეშმარიტება ქრისტე გამოგვეცხადა ჩვენ და ამის შედეგად თუ არ ჩვენ ეკლესიაში თორემ ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით ეკლესიაში არ ვიქნებოდით და უკვე შემდგომად 8 დღისაო, ან პირველი გამოცხადების შემდეგ გადის 8 დღე, ბუნებრივია ის პირველი დღეც ითვლება და ის ბოლო დღეც. ეს არის უკვე კვირაცხოვლობის დღესასწაული, ისევ და ისევ ეცხადება ქრისტე მოციქულებს. ძალიან მოკლედ მინდა მოყვეს ყველაფერი, ძალიან ხმარ შევიდეთ სიღრმისეულად. ბუნებრივია არ გვეყოფა ჩვენი სასაუბროდ, რომ იქ უკვე თომა მოციქულსაც განეცხადება უფალი. მისცემს მას უფლებას რომ შეეხოს, ყოველ შორის აი მარია მაგდალინელს ეუბნება რომ ნუ შენ მომეხები მე, ხოლო თომა მოციქულს აძლევს უფლებას რომ შეეხოს. რეალურად აღდგომილ სხეულთან ესე მატერიალური შემხებლობა უკვე აღარ არის შესაძლებელი, მაგრამ თომასთვის უფალმა ეს ხელშესახები გახადა მისი აღდგომილი სხეული, რომ თომა არ დანთქმულიყო მის ურწმუნოებაში. თომას სჭირდებოდა არგუმენტი. ალბათ ესე ვარ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ ხომ ეკლესიაში სხვებმა მიგვიყვანეს, რაღაც გარემოება მიგვიყვანა და საბოლოოდ თანდათანობით ჩვენც დავწმუნდით და დღემდე ვწმუნდები თუ როგორი მოწყალია უფალი, როგორ ახლოს არის ჩვენთან, როგორ ზრუნავს ჩვენზე და ასე შემდეგ. და თომა მოციქულის უნდოდა რომ თვითონ ყოფილიყო გამცდელი ამ ყოველივესი და ის სიტყვები, რომელიც აღმოხდა თომას გულიდან, აი ეს უნდა იყოს სწორედ ჩვენი რწმენის ქვაკუთხედი. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და სწორედ პეტრე მოციქულს ეუბნება ქრისტე ჭეშმარიტი აღიარების შემდეგ, როდესაც პეტრემ აღიარა იესო ღვთისმცეთ, რომ აი ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესიայի ჩემი. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ეკლესიურობა სწორედ ამაზე უნდა იდგეს, რომ უპირველესად გვეჯეროს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, მაცხოვარი სოფლისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადარჩენისთვის მოვიდა დედამიწაზე და რომ ის არის ღმერთი, მან მიიღო შეიერთა თავის ბუნებაში ადამიანობა და რომ ჩვენ მას უნდა მივენდოთ და მას უნდა გავყვეთ და მისი ეკლესიის წევრები უნდა ვიყოთ და თუ აი ამ შეგნებით ვართ ეკლესიაში, ჩვენ მაშინ ჭეშმარიტი ეკლესიის წევრები ვართ. თუ არა და მაშინ ჯერ შორს ვართ ჩვენი ეკლესიური ცნობიერებიდან და უფლის სიტყვები, რომელიც სიტყვა, მოდი ესე ვთქვათ, თქვა აი ამ დიდი აღიარების შემდეგ, რაც თომამ თქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, მოგვემართება ჩვენ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავდა რწმენე. ეს არის უკვე სულიერი ხედვა, სულიერი თაყვანისცემა ქრისტესადმი და ჩვენ იმდენად უკვე გაგვემარტივდა ეს სულიერი ერთობა ქრისტესთან, რომ რთული ეს სულად აღარ არის და ჩვენი ხორციელიც უკვე გავლილი გვაქვს და სულიერიც ჩვენთან არის
და სწორედ აი ამ გამოცდილებით უნდა გქონდეს ქრისტესთან ერთობა და აი ეს პერიოდი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გონების განათლების კუთხითაც, იმიტომ რომ როგორც საქმე მოციქულთაში არის, ქრისტე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს სხვადასხვა სახით. ხშირად იყო რომ მოციქულებმა ვერ იცნეს კურათი დაღდგომილი ქრისტე, უნებრივია, როდესაც ბოლოს ნახეს ქრისტე მოციქულებმა ის იყო ვნებული, აი უკიდურეს ფორმამდე ესეთი ტანჯულით, ესეთი ვნებული, რთულია ვინმე გაიხსენო იმ პერიოდში, ხა ის ავაზაკები, რომლებსაც ჯვარს აკრავდნენ, ეს რომაული დაშის მეთოდი იყო ჯვარზე გაკვრა, უბრალოდ მიყავდა და ჯვარზე აკრავდნენ და ქრისტეს რა გაუკეთეს მანამდე, ის ფილმიც რომ არის ხომ, ქრისტეს ნებანი წეღვთისა, როგორ მხატვრულად არის ეს ყველაფერი გაცოცხლებული და მოციქულებმა, ვინც იყვნენ ხა უშუალოდ მის გარშემო, საკუთრებით პეტრე მოციქული, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა, კი სამჯერ უარყო, მაგრამ იქვე იყო. აი ესეთი მოცემულობის შემდეგ მშვენიერებაში, მშვენიერი სახით აღდგომილი ქრისტე ბუნებრივია ვეღარ იცნეს, ბრწყინვალე ათლით შემოსილი და აი ამ გამოცხადებების დროს ქრისტე მათ ისევ და ისევ განსწავლიდა და ეუნებოდა ესეთ რამეს იერუსალემს ნუ განეშორებით. ეხლა მოციქულების მიმართ კონკრეტული იყო ის ნათქვამი, რომ ჯერჯერობით თქვენ არ ხართ დამტკიცებულნი, თქვენ არ გაქვთ სულიწმინდის მადლი, თქვენ არ შეგიძლიათ ყოველსა ქვეყანასაც ახვიდეთ, ადამიანები მოინადიროთ, კი ამისთვის ხართ გამორჩეულები, მაგრამ ცოტა ხანი დამელოდეთ. და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ, ხო, ვკითხულობთ ბიბლიას და ეს ხო არ არის მხოლოდ ისტორიულ რაღაც ჭრილში ნათქვამი სიტყვები მოციქულების მიმართ. მოციქულები ვართ ჩვენც და უნდა გავხდეთ ყოველ შემთხვევაში და ის მენელსაცხებლე დედები და ნიკოდიმოსი და წმინდანები უნდა გავხდეთ ყველანი. რას ნიშნავს ეს იერუსალემს ნუ განეშორებით? ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ეს არის ჩვენი ეკლესიის საზღვრები, ეს არის ჩვენი გულის მდგომარეობა და არ უნდა განვეშოროთ ამ მოცემულობას იმ საზღვრებს, რომელიც დაგვიდეს ჩვენმა წმინდა მამებმა და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა ჩვენზე. ჩვენ ახლა ველოდებით უფლის ამაღლების დღესასწაულისთვის და ასევე სულიწმინდის მიღებისთვის. ამისთვის აუცილებელი ეკლესიაში ვიყოთ ჩვენ საუბრის დასაწყისში ვთქვით, რომ ესე იგი დამთავრდა რა მარხვა, ბევრმა არა, მაგრამ ზოგმა ადამიანმა ასე ვთქვათ ჩავარდნენ გულგრილობაში თუ რა დავარქოთ დასვენების პერიოდი გამოცხადდა. დასვენება კი, მაგრამ ესე არ ხდება, ყოველდღიურად უნდა ვეცადოთ, რომ ქრისტესთან სულიერი ერთობა გქონდეს. ამით უმეტეს ეს არის ძალიან მიზერული, რომ კვირაში ერთხელ მივიდეთ და წირვას დავესწროთ. ისევ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მცნება, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის, რომელიც ახალ აღთქმაში უფრო მეტ სისავსეს იძენს და აი ამ ერთგულებაში უნდა ვიყოთ, თუ გვინდა რომ ჩვენ მივეგებოთ ქრისტეს ამაღლებას და ასევე მივიღოთ სულიწმინდის მადლი, რომელიც არის როგორც პატრიარქი ძალიან ხშირად ამბობდა უძლურთან კურნალი და ნაკროლეონთა აღმოსებელი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ და ეს არის ჩვენი უკვე სრულყოფილი ერთობა ღმერთთან, ყოვლადწმინდა სამება ღმერთთან. მამა დავით, თქვენ ახლა ახსენეთ, როცა ბრძანეთ, რომ ცხოვარი მოუწოდეს მოციქულებს არ განშორდეთ იერუსალემზე, იერუსალემი ეს არის ერთგვარად ის ადგილი, ხო? ეკლესია ტაძარი, სადაც ჩვენ ყველაზე კარგად შეიძლება შევხვდეთ, ყველაზე ხშირად, ყველაზე თოთლად ღმერთს ზიარების და ლოცვის მეშვეობით და ასევე სახარებისეული მაცხოვრის მოწოდება უნდა გავიხსენოთ, თუნიერ ჩემს არ არის ძალგიც. ჩვენ შეიძლება გონია, რომ აი ნახშად გაგვიგია, ხო, რომ მე ამჭირდება ეკლესია, ამჭირდება მღვდელი, ამჭირდება ხატები, ამჭირდება რაღაც ლიტურგიული წესები, მე ჩემთვის ავან, ჩემით გავაკეთებ რამეს. როცა მოციქულებს ეუბნება ქრისტე, მოციქულებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, რომელიც ცხადება, ჯერ არ გაქვთ იზაო თქვენით რა მექნათ და პეტრე მოციქულის შემთხვევა გვახსოვს მანამდე, ხო, როცა კრიფციეთ მორწმუნეთ ხარ და შეიძლება დაიჯერო რა მიჩენდი, რა ხდება და აი ამოდეთ რომ გამომახლოთ ალბათ ყურადღება თქვენ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ რომ რასაც ჩვენ ვისმენთ სამოციქულოში, რასაც მიმართოს მოციქულებს, ეს მიემართება ყველას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ნათლობით შეუდგა ქრისტეს. ქრისტე სახარება ხო მარტო მღვდლებისთვის და მონაზვნებისთვის. და არც რაღაც მოხტარი ამბავი, ეს არის მარადეული ცოცხალი, მუდმივი სარწმუნოება. რამდენად აუცილებელი ამის მუდმივი ფიქრი, რომ საკმარისია ჩვენ ერთი წამი ვიფიქრეთ რომ რაღაცა თქვენით რაღაცა დროს ღმერთს ზურგი მივაქცეთ და რამე ჩვენი შევძლოთ. ეს არის ძალიან დიდი ცდომილება და ისევ და ისევ აი ქრისტეს გამოცხადებას მოციქულებთან დავაკავშირებ ამ შეკითხვაზე პასუხს.
ტიბერის ზღვაზე, როდესაც გამოეცხადა ქრისტე მოციქულებს, მთელი ღამე თევზაობენ, ვერაფერი ვერ დაიჭირეს და გამთენიისას უკვე თან უფლის გამოცხადება როდის ხდება, დაიბადა ღამე, ხო, როცა ყველას ეძინა, აღდგა ადრე ცის კრიჟამს და ასევე აქაც ტიბერის ზღვაზე მოციქულებთან გამოცხადება ადრე დილით ცის კრიჟამს ხდება და სტევით ბადეეგე მარჯვენით კერძო და თქვენ დაიჭერთ თევზს და ნახეთ უფლის სიტყვას თუ დავამორჩილებით, თუ მას მივენდობით, შედეგები იქნება და შედეგები იქნება ძალიან დიდი. 153 თევზი დაიჭირეს. როცა მანამდე ვერ იჭერდნენ. ვერ იჭერდნენ ვერაფერს და ეს ძველად იყო 153 თევზის სახეობა. ეს არის სრული სისავსე. ყველანაირ წარმატებას მიაღწევდა თანახით დიდი თევზი. საერთოდ ვინცაც ახლა თევზაობა უყვარს, ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს. პატარა თევზის დაჭერა მარტივია, ხო, ნაპირას მოდი შეიძლება ხელითაც დაიჭერო, მაგრამ დიდი თევზის დაჭერა საერთოდ ის ძალიან ფრთხილი არის და მე ამოყვანა მის სიწყლიდან საკმაოდ რთულია და შეიძლება ანკესი გაგიწყვიტოს, ბადე გახიოს და ამ შემთხვევაში მოციქულებმა ქრისტეს კურთხევი დაიჭირეს 153 თევზი და როგორც ივანე მახარებელი ბრძანებს არა განსკდა ბადე იგი და ნაპირას, ანუ შედეგი რა არის, ჩვენ უკვე საბოლოოდ მივიღოთ ეს შედეგი და აი ვინც ქრისტეს არის მინდობელი და ვინც ცდილობს რომ თქვას რომ მე უძლური ვარ, მაგრამ ღმერთის მიერ ყველაფერს მივაღწევ, აი მაგალითი აგერ სახეზე არის მთელი ბიბლია არის სწორედ ეს. უფალი გვეუბნება, თქვენ უმიენდობით თქვენ თავს. კი არა, აი ჩვენ ხა ნატრულობთ მაგალითად დემოკრატიული მმართველობა გვაქვს, მანამდე ქონდა მონარქიული მმართველობა, მანამდე ებრაელ ერს ქონდა თეოკრატიული მმართველობა და ეს იყო უნიკალური რამ, ესე იგი ადამიანები ენდობოდნენ ღმერთს, უფალი თავის ერთგულ მსახურებს, წინასწარმეტყველებს, პატრიარქებს აგზავნიდა მათთან და მათი მეშვეობით უფალს გამოყავდა ისინი როგორც სულიერი, ასევე ხორციელი უდაბნოდან, ჩიხიდან. მაგრამ აი ადამიანთან სტომილება ის იყო, აი ჩვენ ადამიანები გვინდა დავიდგინოთ მეფეები, წინამძღოლები, ოღონდ არა ის, რაც უფლის გამოგზავნილი. აი სხვა ხებს რო ყავთ ისე და სწორედ აი ეს კაცობრივი ლოგიკით მე ხან ჩემ ლოგიკას მივენდობი, ხან სხვის კაცობრივ ლოგიკას, ეს მე ვერ მიმიყვანს ღმერთამდე. მე უნდა დავემორჩილო ჩემს ერის მამას, მე უნდა დავმორჩილო ჩემს მოძღვარს. ყოველთვის უფალი სტანდარტულად და კლასიკურად თავის ნებას გვივლენს და თავის მალს გვაძლევს თავისი ერთგული მსახურების და ოფიციალურად დადგენილი პატრიარქების, ეპისკოპოსების და სასულიერო პირების მეშვეობით და განსხვავება რაში არის ახლა ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით, აღსარებას ჩვენც ვაბარებთ, თქმა უნდა ყველანი ვაბარებთ, ადამიანებს ეს გვჭირდება, ყველანი ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. უბრალოდ აი ეს არის უბრალოდ ერთი ნაბიჯით წინ მსვლელობა, რომ გარკვეული იერარქია იყოს, გარკვეული თავმდაბლობა იყოს ეკლესიაში, გარკვეული ესე იგი წინამხედველობა იყოს ის აქვე ისიც გვახსოვდეს რომ შეცდომები ყველას მოსდის, ყველა ადამიანები ვართ თავისთავად და არავინ არ იცის თუ ვის შემდგომ როგორი განცდა აქვს ხომ თავისთავად და სინანული ამ ყველაფრის ვინაიდან ჩვენ ხედავთ ადამიანის სახეს, ხოლო უფალი ჩვენს გულს ხედავს და ყველაზე მეტად ძლიერი და ყველაზე მეტად ბრძენი სწორედ ის ადამიანია, თვითონ პატრიარქი გვაძლევდა ჩვენ ამის მაგალითს, რომელიც ყველას უსმენდა, კი, პატრიარქი ხარ და პირველი ხარ და მინისტრი ხარ და ასე შემდეგ, მერი ხარ და ზოგადად ვამბობ, pravda, ახალგაზრდად გახარ, მაგრამ თავმდაბლობის გზა არის უცდომელი. და რამდენადაც ვიქნებით თავმდაბლობაში და მივიღებთ მოყვასის შეგონებას, მოყვასის სწავლებას, იმდენად ვიქნებით უცდომელობაში და იმდენად ვიქნებით ჭეშმარიტებაში. როგორც მოციქულები გვეუბნებიან, ურთიერთარს მორჩილებით სიმდაბლე შეიმოსეთ, რამე თუ ღმერთი ამ პარტამონთა შეეხმუსრავს, ხოლო დაბლთა მოსის მადლი. აი ასევე აი ქრისტეს გამოცხადებასთან მოციქულებთან მიმართებაში ბევრი ძალიან დიდი სასაუბრო თემა არის და ასევე მინდა თქვა პაულეს შემთხვევაც ღმერთს როგორ უყვარს ყველა ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, ეს არის მთავარი. პაულე ეძებდა ჭეშმარიტებას და ამ კუთხით ნამდვილად ის მისაბაძი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგან, ისთვის ჭეშმარიტება თავად ქრისტე არის და საბოლოოდ მას ქრისტე ეცხადება და ხდის მის მსახურად და პავლე მოციქული ამბობს ამის შემდგომ თავის ეპისტოლეში, როდესაც ის მიმართავს კორინთელებს და ზოგადად ქადაგებს პავლე და მოციქულები
ირწმუნეთ იმ ადამიანების, რომლებმაც ჩვენ საკუთარი თვალებით ვიხილეთ მკვდრეთით აღდგომელი უფალი იესო ქრისტე. თვითონ ეს პროცესი არავის არ უხილავს, როგორ აღდგა ქრისტე მკვდრეთით. რა თქმა უნდა, ზეხორცილს ამისი ხილვა არ ძალუց, არც ის უხილავს მოსე წინასწარმეტყველს, როგორ შეიქმნა სამყარო და თვითონ ადამიანი. ღმერთმა გამოუცხადა მოსეს და წარსულის მოვლენები აღწერა და აი ჩვენ ახლა რომ ქადაგებს, ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და ადამიანებში ხშირად არ არის ხოლმე ეს რაღაც შინაგანი ღვთისმსახურების ცეცხლი ანთებული და უპირველესად ეს უნდა დაიწყოს სწორედ აი აღდგომის რწმენის განახლებით, რომ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ეს უკვე ისტორიული მოვლენა, ამას უკვე ვერავინ ვერ აუვლის გვერდი და სწორედ აი ამ აღდგომის ქადაგების დადასტურებით, რასაც აკეთებს მინდა ეკლესია, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ის, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა, ქრისტე არის ღმერთი, რომლის ხელშიც არის ყოველივე, მას ყოველივე შეუძლია და მოდი ვიყოთ მის მინდა ეკლესიაში, იმისთვის რომ გავძლიერდეთ მოყვას ეს სიყვარულში, ღვთის სიყვარულში, რომ უფრო მეტად გავსუფთავდეთ და ვიყოთ უფრო მშვიდნი, მიმტევებლები. ასე ამგვარად ეშველება ჩვენს წერს და ბედნიერი ხვალინდელი დღე გვექნება და ის წინასწარმეტყველება, რომელიც გაჟღერებულია ჩვენზე, რომ ივერია გავწყინდებაო, ესე ნამდვილად გავწყინდება, რაც და აი პატრიარქზე ვიტყვი ისევ, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევა უკვე სრულყოფაში მოდის თანდათანობით და ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ბუნებრივი ამ ყოველფრის პრაქტიკულად შემსრულებლები. დიდი მადლობა მამა დავით, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზე დავით მეკობრიშვილი ვესწავლებით. 9 საათი შესრულდა, ერთად აღვალინოთ უბისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. იდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა
და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ხოი წუხარება შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ხოი სიხარულო შენ საწყისი ხარ წუხარებისა. ასეთია ჩვენი ცხოვრება. სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში, სიმშვიდე შინ და გარეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სიმშვიდე არ გაქვს, ვერ იქნები ბედნიერი ვერც შენ და ვერც შენ გარშემო მყოფი ხალხი. იმიტომ რომ ეს ნაკლებობა სიმშვიდისა, აი ეს აფორიაქება, სულიერი აფორიაქება, როცა ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ნათქვამს, თავის თავს. ამ შემთხვევაში ბევრ შეცდომას უშვებს ადამიანი. რაც უნდა განსაცდელი მოგადგეს შენ უნდა მიიღო ეს როგორც შენი ჯვარი. შენ უნდა მიიღო ეს როგორც საჭირო ჯვარი. მაგრამ ისაც უნდა გახსოვდეს, რომ ჯვარს აძლევს უფალი და
რომ აძლევს ჯვარს, ძალასაც აძლევს. ადამიანი იღრება თავის ცხოვრების გზაზე და ეცემა. აი ამ დროს თვითუფალი მიდის მასთან. აყენებს, მიანიჭებს სიმშვიდეს და ისევ აგრძელებს თავის გზას. გრძელდება ერთსოლოვნების დილა, შემოგთავაზებთ სიუჟეტს ეროვნულ არქივში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ისტორიულ ფოტოებთან ერთად იხილავს საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის შესამოსელსა და სხვა საინტერესო ექსპონატებს. ნახოთ ნინგელაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი და შემდგომ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ბავშვობა, სასულიერო გზის დასაწყისი, ბერა დახკვეცა, მღვდელმთავრობა, აღსაყდრება, ინტრონიზაციის დღის შესამოსელი და საპატრიარქო მანტია, რომელსაც ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებსაც გამოფენა სახელწოდებით პატრიარქი ილია მეორე აერთიანებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველ ექსპოზიციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა. მნიშვნელოვანია და განუზომელია პატრიარქის როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მან 1967 წლიდან, როდესაც მოხდა მისი პატრიარქად უთხოვა, გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა და აღდგენილ ასობით ტაძარი და მონასტერი. ასევე გაძლიერდა საეკლესიო სწავლება, გაფართოვდა საერთაშორისო ურთიერთობები და სწორედ მისი განუზომელი როლია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქცა ქართველებისათვის ეროვნული და სულიერი ერთიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახლად. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოფენაა და პირველი დიდი ღონისძიებაა, განსაკუთრებით ემზადებოდით ამისთვის, თავადაც ხედავთ როგორი მასალა არის, დატვირთულია ყველა თვალსაზრისით, ძალიან თბილია, ძალიან შინაარსიანია. აქ არის არაჩვეულებრივი ფოტომასალა, რომელიც ალბათ მისი ცხოვრების ყველა ეტაპს ასახავს და ასევე არის დოკუმენტები და რაც თავარია, აქ არის მისი შესამოსელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ არის ზუსტად ის შესამოსელი, რომელიც მას ეცვა 1977 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი ინტრონიზაციის დღეს. ასე რომ გამოფენა ნამდვილად არაჩვეულებრივია და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის იქნება არა მხოლოდ საინტერესო, ერთი არის საინტერესო, არამედ ბევრის მომცემი. საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია პატრიარქის ცხოვრების სრული ქრონოლოგიური სურათი და ექსპონატები, რომელთა ნაწილიც ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს კათოლიკოს პატრიარქის ცხოვრების არაერთი გამორჩეული მოვლენა. საგამოფენო სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს პატრიარქების ეფრემ მეორისა და ილია მეორის კუთვნილი ჯვარი. პირველ ყოვლისა მინდა დიდი მადლობა მოახსენო საქართველოს ეროვნული არქივის ადმინისტრაციას, დირექციას და ასევე სამეცნიერო განყოფილებას, განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან ასათიანს, რომლის ძალისხმევითაც დღეს ეს დიდებული გამოფენა შედგა. საქართველოს ეროვნულმა არქივმა ამ ასე რომ ვთქვათ, ტკივილიანი დღის აღსანიშნავად მოამზადა ეს გამოფენა,
რომელშიც ასახულია კათოლიკოს პატრიარქის მთელი ცხოვრება ბავშვობიდან დაწყებული, მისი მშობლებიდან დაწყებული ბოლო დღეებამდე. შთამბეჭდავია გამოფენა, უნიკალური ფოტომასალა, ძალიან ბევრი რამ პირველად გამოჩნდება საზოგადოებისათვის, ვინც მოვა და დაათვალიერებს, დარწმუნდება, რომ ბევრი სურათი არის უნიკალური, ისტორიული და ასახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოა და მინდა გამოვთქვა ასეთი კეთილი სურვილი, რომ რა კი ესეთი კარგი გამოფენა გააკეთა არქივმა, იქნებ ითავოს და ეს ალბომათაც გამოცეს. საგამოფენო სივრცეში უწმინდესის ცხოვრების მემატიანეების, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების, რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილისა თუ სხვათა ნამუშევრებია წარმოდგენილი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის უნიკალური გამოფენა. აქ არის გამოფენილი ძირითადად სახელმწიფო არქივში დაცული ფოტოები და კიდევ რამოდენიმე ფოტოგრაფის კოლექციიდან ფოტოები, მათ შორის ჩემიც. ეხლა აქ რასაც უყურებთ, აქ არის ზოგი ისეთი უნიკალური ფოტო, რომელიც აი უბრალოდ გამაოგნებელია. აი იცით რატო, რომ თვითონ ის მოვლენა შეიძლება უკვე მივიწყებულია, მაგრამ ამ ფოტომ ხელახლა ისე გონებაში და მეხსიერებაში ისე ხელახლა გააცოცხლა ის პერიპეტიები, ის მოვლენები. იქ არის ფოტოები სოხუმში, პატრიარქის, როდესაც ის ჭპიჯვარის წერას ასწავლის. იქ არის კომანში გადაღებული ფოტოები, რა თქმა უნდა. ეს ტკივილიანი ფოტოც არის, გარდა იმ მეხსიერებისა და იმ სიკეთისა და იმ მადლისა, იმიტომ რომ იცით როგორ ამია, ეს ვერსად ვერ წავა. ეს მეხსიერება ვერსად ვერ დაიმალება. და ეს მეხსიერება სულ იქნება, სანამ დედამიწაზე საქართველოს იარსებებს და ქართველი ადამიანი ერთი მაინც იქნება დარჩენილი. ამ ფოტოს პატარა ისტორია აქვს. ეს არის 2005 წელს გადაღებული და 2004 წელს ვიყავი დღესასწაულზე, ეს იყო წყლის კურთხევა, ანუ ნათლისღება სიონის ეზოში და აი აზმას როდესაც საკურთხებდა პატრიარქი, მაშინ განიმოსა 2004 წელს. და რაღაც ხურვალე დილოცა რაც მე მანამდე არ მენახა. კი გადავიღე შორიდან, მაგრამ ახლოს მინდოდა მისვლა და არ მემიშვეს ცოცხალი თავით, ისე იყო რომ რაღაც ისეთის გადაღება მინდოდა. მეორე წელს ადრე მივედი, უფრო ადრე მივედი, დილით მივედი და დავესწარი წირვას ტაძარში. ტაძარში რომ დავესწარი წირვას, დავინახე აი ეს მომენტი. და აი ძლივს მოვასწარე გადაღება და მეტი დამთავრდა. ამის მერე არც მანამდე განამღია ასეთი კადრი. და მე ვეცადე სპეციალურად და ვერ გადავიდა. და ჩავთვალე რომ ეს ღმერთმა მაჩუქა, ჩემი მცდელობა შეისმინა, რომ რაღაცის გადაღება მინდოდა ესეთი განსაკუთრებული და უბრალოდ მაჩუქა. ისეთი მომენტი იყო, სულ ჟრუანტელმა დამიარა, ეიფორიაში ვიყავი. მე ასეთი რაღაც მე არ გადამიღია რა. და ვთქვი რომ არ გაიყიდება ეს, არ გავყიდი და ასე მთელი ესე იგი ამ ფოტოს შექმნიდან მოვყოლებული სულ ჩუქნი, ვისაც სურვილი აქვს, ჩუქნიდი, ჯერ გუბეჭდავდი და ისე ვაძლევდი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ვაგრძელებთ გადაცემას მომდევნო სტუმარს წარმოგიდგენ შემოგვიერთდა ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანი სტუმართან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მე-4-ით გაიმართება. თუ რა იქნება წელს წარმოდგენილი და რით იქნება განსხვავებული წინასწარ შედარებით, თავად ქალბატონ მაკა ვისაუბრება. დილამშვიდობისა, მადლობა სტუმრობისა. დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენი ფესტივალით დაინტერესებისთვის ტრადიციულად. აი მოვუყვეთ ჩვენს მენელს, საზოგადოებას, წელს რას პირდებით მათ, ვინც ფესტივალს დაესწრება, რა სიახლე თუ იქნება რაიმე და რა ფორმატში წარიმართება. კი ბატონო. ქალთა ტრადიციულ ფესტივალზე ვსაუბრობთ, გუშინ შეიძლება ვეთქვას, რომ ქალთა დღე იყო, მენათალცխებული დედები და ამიტომ სიმბოლური არის, სწორედ ეს ქალბატონები ვსაუბრობ და სარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს ნამდვილ ქალთა დღეს გილოცავთ. დიდი მადლობა.
ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ნანინა დაფუძნდა 2023 წელს და ეს იყო ფაქტობრივად შედეგი ჩვენი მთელი ამდენწლიანი მოღვაწეობისა ანსამბლ ნანინასი, რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელს და ეს ფესტივალი სხვათა შორის ჩვენს 20 წლის თავს მიეძღვნა, ნანინას 20 წლის თავს. თუმცა ნანინა ანსამბლად მოღვაწეობდა 18 წლის მანძილზე და შემდეგ ის გარდაიქმნა ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფად, ჩვენ ყველანი ვართ ეთნომუსიკოლოგები და გადავწყვიტეთ, რომ აი ამ სასცენო მოღვაწეობასთან შეგვეთავსებინა უბრალოდ აი რაკურსი რაღაცნაირად შეგვეცვალა და ეთნომუსიკოლოგიური ჩვენი ეთნომუსიკოლოგიური მოღვაწეობა შეგვეთავსებინა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზანი თავდაპირველად ჩვენი შექმნის ეს იყო ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია და აი ბუნებრივია რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ქალთა ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ჩამოგვეყალიბებინა. საქმე ის არის რომ პირველი 3 წლის მანძილზე ეს ფესტივალი იყო ლოკალური და წელს უკვე ის გახდა საერთაშორისო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითო ფესტივალი ქალთა ტრადიციული მუსიკის ერთი ჟანრისთვის მიგვეძღვნა, მაგრამ გამოგვეკვლია არა მხოლოდ მუსიკალური მხარე აი ამ ტრადიციისა, კონკრეტული ტრადიციისა, არამედ მულტიდისციპლინურად შეგვესწავლა ეს ტრადიცია. ახლა რაში მდგომარეობს ეს? პირველი ფესტივალი მიეძღვნა აკუნის ნანას და ფესტივალს ესე ეწოდებოდა აკუნის ნანა ტრადიცია წესჩვეულება მუსიკა. მეორე ფესტივალი მიეძღვნა ბატონების რიტუალს, ანუ ბავშვთა ინფექციური დაავადებების სამკურნალო ტრადიციებს, წესჩვეულებას და მუსიკას. მესამე ფესტივალი იყო ქალთა შრომის თემა და წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძიმე თემა, ეს არის ქალთა გლოვის თემა. მაგრამ მას ჩვენ გვერდს ვერ აუვლიდით, ჩვენ წინასწარ გქონდა გათვალისწინებული და გათავისებული რამდენად რთული და მძიმე იქნებოდა ამ ფესტივალის მომზადება, მაგრამ იმდენად საინტერესო სფეროა გლოვა ქალთა ყოფისა, რომ ნამდვილად ვერ აუვლიდით გვერდს, მით უფრო რომ ქალთა ტირილები, ზოგადად გლოვის ჟანრი და გლოვის ტრადიცია, ეს ფაქტობრივად ერთადერთია, რომელმაც ყოფაში თავი შემოინახა. ძალიან ბევრმა ჟანრთა უმრავლესობამ სოციალური ფუნქცია დაკარგა, მოგეხსენებათ სხვადასხვა მიზეზების გამო, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თუ ურბანიზაციის თუ ასე შემდეგ, ბევრი მიზეზის გამო და მათ მხოლოდ სცენაზე შეინარჩუნეს თავისი ადგილი. აი გლოვა ისეთი ჟანრი აღმოჩნდა, ისეთ სიცოცხლის უნარიანი, რომელიც დღემდე აი საქართველოს ნებისმიერ სოფელში რო ჩახვიდეთ ხო გლოვის ჟამს, იქ თქვენ ძველ ტრადიციებს ნახავთ და ძველ ტირილებს მოისმენთ და ჩვენ საექსპედიციო ჩანაწერებში ძალიან ბევრი გლოვის ნიმუშია, ძალიან ბევრი ტირილია. იმდენნაირი ტირილი არსებობს, ქალთა ტირილი საქართველოში, ну მამაკაცთა ტირილიც არსებობს, მაგრამ ახლა ჩვენი აქცენტი ქალთა ტირილებზეა, ხო? მოთქმი ტირილი, დათვლი ტირილი, ძახილი ტირილი, ქვითინი ტირილი, ბანი ტირილი და ასე ზრუნი, ქალთა სამხმიანი ტირილი და ასე შემდეგ და გარდა მუსიკალური მხარისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს ფესტივალში ჩართულები არიან ლინგვისტები, ქორეოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ეთნომუსიკოლოგები თავისთავად, ეთნოლოგები, ისტორიკოსები, კიდევ ვინმე არ გამომჩეს ერთი სიტყვით, ზეპირსიტყვიერების მკვლევრები, იმიტომ რომ ხალხურ პოეზიაში არის უამრავი ტირილის ნიმუში და ესეთ ეპიტაფიები, საფლავის წარწერები და აი ერთი თემა გვაქვს მაგალითად ბატონი ამირან არაბულის, რომელიც კონკრეტულად აი ამ საფლავის წარწერებს ეძღვნება, რომელიც ცალკე კვლევის საგანია და ძალიან საინტერესო. ეთერ თათარაიძე ყავს მოწვეული, ასევე ზეპირსიტყვიერების მკვლევარი და მწერალი და პოეტი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს თუშურ ნატირლებზე და დალაიზე გააკეთებს მოხსენებას და ასე შემდეგ ლინგვისტები, რომლებიც აი ენაში, სვანურ ენაში შემორჩენილ გლოვის კონკრეტულ გლოვასთან დაკავშირებულ ტერმინებს იკვლევენ, ქორეოლოგები, რომლებიც აი ამ რიტუალის საცეკვაო მხარეს უფრო აი მოქმედებას იკვლევენ
და ასე შემდეგ. და მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ გამომდინარე მასშტაბიდან იქედან, რომ წელს ფესტივალი არის საერთაშორისო, ჩვენ გვყავს მოგეხსენებათ გლოვა, სხვა ვისაც კი ფოლკლორი აქვს, ყველას აქვს შემორჩენილი გლოვის ნიმუშები და ამიტომ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი გვყავს სტუმრად. კონკრეტულად ეს არის ფინეთი, ორი ფინელი გვყავს, ერთი ფინურ ტრადიციას წარმოადგენს, მეორე პონტოელი ბერძნების ტრადიციას. გვყავს შოტლანდიელი მარჯერი ბრეი, რომელიც შოტლანდიის მთების, აი ეს კინინგი, მოთქმის და გოდების ტრადიციას წარმოადგენს. გვყავს ლიეტუვადან დაივარა ჩიუნაიტე, რომელიც ასევე ლიეტუვური გლოვის ტრადიციას წარმოადგენს. ლატვიიდან გვყავს მარა როზენტალე, რომელიც წარმოადგენს ლატვიური კონკრეტული ერთი რეგიონის გლოვის ტრადიციას და გვყავს კიდევ უნგრელი ესტერ ჰაიოში, რომელიც უნგრულ ტირილს წარმოადგენს და საქმე ის არის, რომ ფესტივალი ჩვენ სამ სეგმენტად გვაქვს გაყოფილი. პირველი სეგმენტი ეს არის სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გაიმართება 6-შიც, 7-შიც და 8 რიცხვშიც. ფესტივალი მოგეხსენებათ არის 6-8 მაისი. სად გაიმართება ისიც ვახსენებთ? დილას ფოლკლორის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. ამ სესიების ფარგლებში იქნება ვიდეორგოლების პრეზენტაციაც, რაც მოიაზრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციების და ასევე შოტლანდიური, ასევე ლიეტუვური, ასევე ფინური და პონტოელი ბერძნების ტრადიციების ვიდეორგოლების ჩვენებას. ეს არის მათ მიერ აი ამ მეცნიერების თუ სხვადასხვა რეგიონული ანსამბლების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გლოვის თემაზე და პარალელურად აი ამ სესიების პარალელურად მიმდინარეობს ვიდეორგოლების პრეზენტაცია და მესამე სეგმენტი ეს არის ეგრეთ წოდებული საკონცერტო ნაწილი, რომელსაც ამ შემთხვევაში საკონცერტოს ვერ ვუწოდებთ თემიდან გამომდინარე. ეხლა გლოვაზე კონცერტს ნამდვილად ვერ მოაწყობს, შესაბამისად ამას ჩვენ ვუწოდეთ სასცენო პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი არის ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ქართული ტირილები და თბილისური თუ რეგიონული ანსამბლები წარმოადგენენ აი ამ გლოვის ნიმუშებს და ეს პროგრამა კონკრეტული კონცეფციით გავაერთიანეთ, აქ არ გამოვიდოდა გამოცხადება, ანსამბლი გამოვიდეს, იმღეროს რაღაცა აი ესეთი ფორმატი არ შეესაბამებოდა, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ქართველების უძველესი წარმოდგენებით სამყარო იყოფა ქვესკნელად, სკნელად და ზესკნელად. ეს სიმბოლურად ჩვენ დაუკავშირეთ შავეთი, სულეთი და სამზეო და აი შავეთი ეს არის ის გლოვა, ის ტირილი, ის მოთქმა, ანუ აი ამ სამ ნაწილად გაიყოფა ეს კონცერტი კი არა და სასცენო პროგრამა. შემდეგ იქნება სულეთი, როდესაც ადამიანი უკვე სულებს ესაუბრება, იხსენებს მიცვალებულებს, მოსაგონარი სიმღერები იქნება აქ და სამზეოში უკვე იქნება აი საქართველოში რო ჭერის ახდას და ფანდურის გატეხვას ეძახდნენ და უკვე ოჯახში რო გლოვა სრულდება და უკვე ნებისმიერი ჟანრის სიმღერა, რომელიც კი აი გლოვის შემდეგ შეიძლება შეასრულოს ადამიანმა და აი ასეთი კონცეფცია იქნება აი ამ სასცენო პროგრამაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფესტივალი გამოგვიო მიუხედავად თემის სიმძიმისა, მაინც აი ძალიან ხანგრძლივი არ არის ეს ტირილები, თან მრავალფეროვანია, იმიტომ რომ ყველა კუთხის ტირილი და სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტირილები. დროში მოგზაურობაც გამოდის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, დროში მოგზაურობაც გამოდის, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სად რომელი როგორი ტრადიციები იყო. ტირილებში და ნანებში არის ქართული ფუძენის თავისებურებები ჩადებული და ფაქტობრივად აი ტირილებმა და ნანებმა მისცა შემდეგ აი ეს საჯერკველია შეიძლება ითქვას ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების და აი იმ არქაულ ფესვებთან მოგვიწევს ჩვენ დაბრუნება და თუ დრო მაქვს მადლობებსაც ვიტყვით თუ შეიძლება ფესტივალს ტრადიციულად აფინანსებს ფინანსური მხარდამჭერი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და წელსაც ის ტრადიციულად გვერდში გვიდგას, მაგრამ წელს კიდევ ერთი თანადამფინანსებელი გვყავს, ეს არის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო და
და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, რომელიც მუდმივად გვითმობს თავის დარბაზს და მთელ სივრცეს ამ მთელი 3 დღის მანძილზე და გვეხმარება, ხარში გვიდგას და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ფონდ ქართულ გალობას, პირადად ქალბატონ ნანა გოთუას, რომელსაც თქმაც კი არ ჭირდება, თვითონ მახსენებს ხოლმე წელს ხო გვაქვს ფესტივალი და მზად ვართ და ასევე მეღვინეობა შილდას, რომელიც ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის საჩუქრებით გვამარაგებს. გასაგებია უკვე ნათელია საჩარდადება ფესტივალი უკვე ახსენეთ რომ გვითმობს ფოლკლორის ცენტრიო თარიღები შევახსენოთ საათი და როგორ შეიძლება 6 მაის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანუ 6-ში, 7-ში და 8-ში ჩატარდება ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ნანინა, რომლის თემა იქნება მგოსანი, გლოვისანი, ესე დავარქვით, გლოვა, ტრადიცია, წესჩვეულება, მუსიკა. დასწრება თავისუფალი იქნება. დასწრება თავისუფალია. მადლობთ რომ მოგზავნით წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ეთნომუსიკოლოგი ქალბატონი მაკა ხარძიანი. ჩვენ კი ამით ვასრულებთ დღეს მაუწყებლობას. მადლობა რომ გიყურეთ, გვისმინეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და გეფშობებით მომავალ შეხვედრამდე საუკეთესო სურვილებით. ნახვამდის.